რამდენიმე წყალსაცავია, მაგრამ ჭაობიანი ადგილი მარტო ერთ დავაჭერ ბავშვებო. ვიდეოს ვიხავთ 10 და 25. ასე, ზურგში დანა ჰქონდა გაყრილი, შორს ვერ წავიდოდა. არ ვიცი ვიპოვებოდა გადასხმის ზუსტ ადგილს, მაგრამ ვინც ის იქნებ საშიშკობს გადავასდა, ჩამოვარდნილი გარეთ. შეიძლება. მეტალის კუთვნები, სპილენძის კოჭები, პროპანი, ილეთაქვეშა სახდელ ქარხანას გავს, უпроსტორად მის ნარჩენებს. ეს აშკარად დანაშაულის ადგილია, მაგრამ არ მგონია იზაბელი აქ დაეჭრა. არა. ერთსაცმლის ორი გამოკვეთილი კვადია, მაგრამ ორივე მეტის მეტად დიდია. მგონია აქ საერთოდ არ ყოფილა. მაშინ საინტერესოა ეს ვისი სისხლია. ალბათ ვიღაც ხვის. დანამ ზურგში მხოლოდ კუნთი და ნაზიანა. მსხვილი არტერია დაზიანებული არ არის, ამიტომ შეძლო სირბილი და ფინის შემდეგ ისვლა. ეს ლაქანა სულს უთხოვს. სისხლის რაოდენობით თუ ვიბჭერებთ, სასიკვდილო გასწროლა იყო. და very always იზაბელი შარფოვით ჩამოიდგენს და და არასასურველი მოწმესდება. ავაშ დადავხეთ მარტოს და ნიჩარდღეს. ეს ლოგიკურია. და ავაშ დადავხეთ. სანამ გავარკვევთ უნდა ვიპოვოთ. ჭაობი დააშრი და იპოვე. კვალი მაინც დარჩა, როცა მსხვერპლი აქედან გააგდიეს. ხუსლის კვალი ჩანს. იტეჭება 10 და 20. საწრაფოდ ძახტავი ხაჩა. როგორც ჩანს დიდი კვალი ჩამოვიდეს. იმ ადგილს გადას სადაც ეწყო. ყველგავებს გამოვიძახე. საძიებო სისტემები, სოციალური მედია, სამეცნიერო კვლევები. ოთკერი იმაზე მეტია ვიდრე კომპანია. ოთკერი გამოსავალია. მის ვატსონ თქვენი წესვის დრო. არის შეხვედრა მქონდა, არის ტროფიში მოვიდი. ინტერნეტის საძიებო პროფესია. სოციალური მედიის სათავეში უნდა იყო. არა გაუგებრება მოხდა, ოღონდ გველოდებით. კლარკი წერდა. ავაშ ფორტ. საწრაფოდ ესრება ყველა ვიძლებობით. მის ვატსონ დიდი მადლობა რომ მოხვედით. აი, ოდიში ახლა მოგიყვანეთ. და ხეშ აშოტა. და არ მინდოდა გამეცდილა. შევდი დაისრები. უმაღლესი ტექნოლოგიისგან შორს არის. მოგიყვანეთ. პირველია, გონება სამშვიდობს. ადგილიც მშვენიერია. ეს პარკის დეპარტამენტის საჩუქარია, ხელმოქმედების წანაცვლოდ. პარკი გაჩუქეს? დღეში სულ რაღაც 1 საათით. ძალიან მადლიერია. თქვენი ფული კეთილსაქმეს მოხმარდება. მაგრამ თქვენს ინიციატივას სკეპტიკურად ვუყურებ. მიზანს არა, ეფექტურობას. ამით არაფერი იცვლება. ესე იგი თანხა იმიტომ გადმორიცხეთ, რომ გაგერკვიეთ როგორ მუშაობს პროგრამა? არა, თქვენი გაცნობა მინდოდა და დახმარების თხოვნა. პრობლემა აქვს. ალბათ ეს თქვენი დონის საქმე არაა, მაგრამ გადაგე რომ თქვენი და თქვენი პარტნიორი საუკეთესოები ხართ ამ საქმეში. ვალში ვიქნებით თქვენთან თუ დამეხმარებით. გასულ კვირას ჩემმა და მუხარით სავსე წერილები მიიღო. შვილის მოკაცებით იმუქრებიან თუ ფულს არ გადავიხდით. მეგონია ეს უბრალოდ ბოროტი ხუმრობა იყო. გამოსასყიდის მოთხოვნამდე როგორც წესი ჯერ ადამიანს იტაცებდა, მაგრამ შემდეგ ეს მოვიდა. ჩებში წაკარქვი დედა. ჩებში წაკარქვი. მისთან მეგობრებს. უნდა გაარკვიოთ ეს ვინ გამოგზავნა. ეჩ. ეხაჩად. რატომ ის დამეჩვენ? ეხაჩად ტოტოს ვეჭე. დედა. ეხაჩად ტოტოს ვეჭევი. ერთ-ერთ წერილში ნაცნობი იყო ცხენოს ათაბანაკი. ებიგეილისთვის სიურპრიზის გაკეთება მინდოდა დაბადების დღეზე. ეს სამშობლოს პრობლემაზე ვახსენე, რამდენიმე კვირის წინ. ასე რომ ამ ბანაკის შესახებ მხოლოდ ოთკერის იმთან
თანამშრომლებმა იციან, რომლებიც ეხებდნენ, მათ შორის დაცვის უფროსიც. ამიტომ გარეშე პირით ჭირდება. ჩემს თეშვებს საფრთხე ემუქრება, დედამისი ადგილს ვერ პოულობს. არ მოვისვენებებამდე სანამ არ გავიგებ, ვინ არის. შეძლებ ჩემს დახმარებას. პარასკევს. Ситуация. Что ты сейчас? და და აი ჩიპსი ავი ესა ცერდაცე დაიხარა უკვე და დაიხარა უკვე ეს ტაცი დაიხარა და მინიმუმი არის გაკეთება შეგვიძლია იმისთვის. მინიმუმი არაფრის კეთება, ებიგელი ოჯახის გამომართების სამიზნე არ ამზადებისთვის. ჩახტე და უკანა შემთხვევით უფრო ვიდრე რეალური საფრთხე. ესა ყოლედე არ მინდა დაეხმარო. ხოლევა ვევა ქვეყნოქმედება კომპენსირებას არ მოითხოვს. ოდინთან კარგი ურთიერთობა წაგვედგება. და სექს არ გულისხმობ. მე ხოლოდავას ჩვენ სამუშაოზე ვფიქრობ. მას პირადი ინფორმაციის უზარმაზარი ბაზა აქვს. ეს ხომ სასარგებლო რესურსია დეტექტივებისთვის. წავაჩადე ოფისში შეგვიშვებს. თავის ხალხზე აქვს ეჭვი, იმედია ცოტა გაგვიმართლებს თან ყველას კომპიუტერთან გვექნება წუდომა და გავარკვევთ ვინ არის ეს. მოითხოვებმა რა მეიპოვეს, ორჯერ მეტი ვიდრე გვეგონა, ორებმა მეიპოვეს, მორგში შევხვდებით. განიცადეთ ჩვენი უსამი, დაახლოებით 50 სექსპასტროლი ერადით მეყენებული ჭირობებს. ეს მეყენებული დაზიანების გამოთვლია გარდაცვალების ზუსტი დროის დასახელება. პატარა დაზიანება, აშკარად პატარა კალიბრის ხრი. სუსტი არაღია. რემონტთან დერინგერი, მოითხოვებმა გვამესთან ერთად იპოვეს, მარტო ერთხელისთვის. მე და ყველა იარაღი ასეთი იყოს. მე-19 საუკუნის რელიგია, აღუჭერდება მისი პოვნა. იმედია მის იდენტიფიკაციაში უფრო გამიმართლეს. ანაბ ექსპერტს და სტომატოლოგიის ჩანაწერებს ამოწმებენ, თუ სისტემაში ამის სახელს რამდენიმე საათში გავიგებთ. მეორე ფოტოს მინაობა, სახელოსნო დაუჯერებს ტროფეი ქვია. მოიჭიდე, ესე იგი იმ ადამიანის მკვლელმა ეს ღორიც მოკლა. უფრო სწორად დახი. სანამ ფოტოები არ ნახე არ მჯერდა. ორივე ერთი მეთოდითაა ჩაწერილი. იგი მეთოდი, ეჭრევს ეს ბიჭი. ის გვარი იპოვეთ. არა. ესე იგი მისთვის არ უსმიეთ. აბა როგორ მოკვდა. ახლა ჩემს კომპეტენციაში არ შედის. არც ჩემსაში, მაგრამ ბევრი ცხოველი ყავს გაკვეთილი. გაფართოებული გუგები მოწამლაზე მიუთითებს. სისხლი უკვე ლაბორატორიაში. გავუშვათ ასეა, მაგრამ მისწრაში დასჭირდა ღორის მოწამვლა. და რატომ დამალის გვამი? კაცი და მისი გვარი ერთდროულად მოკლეს. იმედია ეს ყველაზე საზისხარის სასიყვარულო სამკუთხედი არ არის. სამი მსხვერპლი, ორი მკვლელობის იარაღი. და არანაირი მოტივი. მსხვერპლის ვინაობა დადგინდა. რეჯინალდ ჰენდერსონი. რენის ეძახდა. ვაგონად მუშაობდა ბრუკლინში. დარწმუნებული ვართ, რომ უკანონოდ გამოსახელი ქარხანა, რომელიც მარკუს მონდა შეუგმა იპოვეს, მას ეკუთვნის. ზარსულშის ნასამართლებია მისგან. ეს მისი ღორია. დახი. დია. ეს კეთილი ხოხში იპოვეს. შინაური ცხოველი მოუკლეს. ჯანდაბა და საშინელება. ფიქრობთ, რაღაც უფრო მეტი ხდება. ხოხში დამტროლა პროლოგასთან ერთად აღმოსავლეთელი იპოვეს. ლაბორატორიაში დაადასტურეს, რომ ამ ტოქსინით მოკვდა ტროფელი. მე მაინც ვხედავ აქ უფრო მეც. დანით მოკლული მორბენალი.
აქ მთავარი მიმდევრობა. ჯერ ტროფერი მოკვდა, მერე ბარგენი, მერე მორგანი. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა რენი მაგუსალათელის მზადება დაიწყო. ფიქრობ, მან შექმნა შთამირება მათ ცხოველი მოკლა. მას ამის შესაძლებლობა ჰქონდა. დაწერტო და ახლა პატა